საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნეტი. ახლა ჩვენ ვისაუბრებთ გალაქტიონის ლექსზე წამყე ბეთანიისკენ. თვითონ სათაურის წარმოთქმაც კი გარკვეულ განწყობილებას იწვევს მკითხველში, რადგან ტაძრისკენ წასვლა უკვე ამხელს ადამიანის სურვილს განწმენდისას, ამაღლებისას. ტაძრისკენ მაშინ მიდის ადამიანი, როდესაც სულიერად შეჭირვებულია, როდესაც სულიერი საზდო შემოაკლდება და გასაგებია, რომ ლირიკულ გმირს სწორედ აი ამგვარი შინაგანი განცდა აქვს. მას უნდა რომ წავიდეს ტაძარში, თქვას ახსარება, ცოდვები აღიაროს, იფიქროს ამაღლებულზე, წარუვალზე, მარადილზე, განეშოროს წუთისოფლის ამაოებას, ქალაქის ოხშივარს და ათასგვარ ჭირსა და უბედურებას. საერთოდ გალაქტიონს არაერთი ლექსი აქვს მიძღვნილი ტაძრისადმი. გვახსენდება ქებათა ქება ნიკორწმიდას ყველაზე უფრო გამორჩეული ლექსი, რომელიც ასე იწყება: მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა, ჩემთვის დიდებული სხივი გამოფწყინდა. ტაძართან მიახლება გალაქტიონში იწვევდა არამხოლოდ ამაღლებულობის განცდას, არამედ დიდი რწმენის მოზღვავებას და თავისუფლების შეგრძნებას. ეს არის სრულიად განსხვავებული თავისუფლება, რომელსაც რწმენა ანიჭებს ადამიანს. იოანეს სახარებაში წერია: სანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამ გაგათავისუფლოთ თქვენ. ესე იგი, რწმენა ათავისუფლებს ადამიანს იმ ათასგვარი კერპისაგან, რომელიც მას შეიძლება ცხოვრებაში ჰქონდეს. ათასგვარი ვნებისაგან. ავთანდილის მახსენდება ვეფხისტყაოსანში ღმერთს როს თხოვს: მომეც სურვილთა დათმობა მფლობელო გულის თქმათაო. სურვილები როგორც კერპები ხანდახან ისე წარმოსდგებიან ხოლმე ადამიანის ცნობიერებაში. ამ ულამაზეს ლექსში წამყე ბეთანიისკენ რო დაარქვა პოეტმა, სწორედ ესეთი განცდებია ასახული, სწრაფვა სულიერი სრულყოფილებისაკენ. მე მინდა ეხლა წაგიკითხოთ ლექსი, რათა მთლიანობაში აღვიქვათ ამ ლექსის საოცარი მომაჯადოებელი მუსიკალურობა. არაერთხელ ვახსენებთ ჩვენ, როდესაც ვისაუბრებთ გალაქტიონის ლექსებზე, რომ საოცარი არის ვერ ამოხსნით ბოლომდე რითქმის გალაქტიონი ამ მუსიკალურობას. შეიძლება ვისაუბროთ რითმებზე, რიტმზე, ალიტერაციებზე, მაგრამ მაინც ბოლომდე საიდუმლოდ დარჩება. წამყე ბეთანიისაკენ, იქ სადღაცა ახლო მახლო, იყო ორბელიანების და ირაკლის სამოსახლო. გზაზე, სადაც ცაცხვებია და მუხნარი უმეტესი, არსად ქვეყნად არ მინახავს ადგილები უკეთესი. ადგილები ასე მშვენი, ვარდისაგან, იისაგან, სანადირო ადგილები წამყე ბეთანიისაკენ. მოდი, სადმე უდაბური პოვოთ კუთხე, ქედმომაღლო, გადმოვხედოთ მაღლით თბილის, მე აქ უნდა დავესახლო. წამყე ბეთანიისაკენ, იქ სადღაცა ახლო მახლო, იყო ორბელიანების და ირაკლის სამოსახლო. ბეთანია მართლაც გამორჩეული ტაძარი არის, ის მე-12-13 საუკუნეების მიჯნაზე აშენდა. ცნობილია ესეთი ისტორია მე-19 საუკუნეში მომხდარი, რომელიც გრიგოლ ორბელიანთან არის დაკავშირებული. ის შემთხვევით წააწყდა, გადააწყდა ნადირობისას ბეთანის ეკლესიას, რომელიც იყო მივიწყებული, რომლისკენ სავალი გზა ბილიკებით, ბალახებით იყო გადავლილი. ეს რა თქმა უნდა ამხელდა იმ მდგომარეობას, რაც წმენის თვალსაჩინოდ ჰქონდა მაშინ ხალხს. და მაშინ გრიგოლ ორბელიანმა შესულმა ტაძარში იხილა თამარ მეფის დიდებული ფრესკა და აღტაცებულმა და აღფრთოვანებულმა დაწერა ცნობილი ლექსი თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში. ყველას გვახსოვს ეს ლექსი, ვისაც არ გახსოვთ, გაგახსენებთ. ამ ლექსში პოეტი გამოსქვამს გულის ტკივილს, რომ წარსულს ჩაბარდა თამარის დიდებული დრო, როგორც სიზმარი და ყოველივე წარიტაცა ბედმა, როგორც მსხვერპლი, აი ესე უმწეო მსხვერპლი, ასე წარიტაცა შავმა ყორანმაო და შავ ყორანში რა თქმა უნდა იგულისხმება ის თავდასხმები, ათასგვარი მტრის შემოსევები, რომლებმაც გაანადგურეს და იავარქმნეს საქართველო. თუმცა გრიგოლ ორბელიანის იმ ძალიან პესიმისტურ ლექსში რომანტიკული განწყობილებებით რომ არის სავსე, რაც გულისხმობს იმას, რომ პოეტი მისტრის წარსულს და ვერაფერს ვერ ხედავს სანუგეშოს აწმყოში, მაინც გაკრთება რაღაცა მკრთალი იმედი მომავლისა, რადგან ეს ტაძარი თუნდაც დანგრეული, თუნდაც მივიწყებული, მაინც არსებობს, რადგან ერთმა ადამიანმა მაინც მიაგნო მას, ესე იგი ყველაფერი არ არის დაკარგული. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე
გახსენდება გალაქტიონის ამ ლექსის წაკითხვისას. პირველივე სტრიქონები ნახეთ როგორია წამყე ბეთანიისაკენ. პოეტი ლექსის ლირიკული გმირი მოგმართავს ჩვენ მკითხველებს, რომ წამყევით ეს წარმოსახვით უნდა გავყვეთ ჩვენ პოეტს ბეთანიისაკენ და ჩვენს ისეთივე ამაღლება უნდა განვიცადოთ სულიერი როგორც პოეტმა. იქ სადღაცა ახლო-მახლო იყო ორბელიანების და ირაკლის სამოსახლო. პოეტი ბეთანიაში მისვლით არამხოლოდ რწმენას აღიმაღლებს, არამედ წარსულთანაც აბამს კავშირს. ესე იგი, წარსული და აწმყო ერთმანეთს გადაეწუნება და როგორც ვიცით, ამ გადაწვნის გარეშე, ამ წარსულისა და აწმყოს, ამ აქტიური ურთიერთობის გარეშე მომავალიც არ არსებობს. ამიტომაც აქ წარსულის ხსოვნა შემოიჭრება. ორბელიანებს ახსენებს. ორბელიანები იყო ძალიან ძლიერი ფეოდალური შტო საქართველოში, რომელთანაც ბევრი გამარჯვება არის დაკავშირებული. განსაკუთრებით ცნობილი არიან ორბელიანები, საზოგადო მოღვაწეები, პოეტები. ამ შტოს წარმომადგენლები იყვნენ სულხან-საბა ორბელიანი, გრიგოლ ორბელიანი, ვახტანგ ორბელიანი, ასე რომ ამ გვარმა ბევრი რამ მისცა საქართველოს და რაც მთავარია, აქ იყო მათი სამოსახლო, აქ მათ ეკუთვნოდათ ეს ადგილები და ამიტომ აქ ისინი ახსენდება და რა თქმა უნდა, ორბელიანების ხსენებას მოაქვს ძველი დიდებული საქართველოს ხსენება, იმ საქართველოსი, სადაც რწმენა ყვაოდა და საქართველოს სიძლიერე უპირველესად, რა თქმა უნდა, ღვთის რწმენაზე იყო დამოკიდებული. აქვე ახსენებს ირაკლის. ირაკლი ეს არის ერეკლე მეფე. გრიგოლ ორბელიანი გვახსენდება დიდება ივერიის და მასთან მარხია სამარეს. როგორც ვიცით, ერეკლეს დროს მოხდა სწორედ აი ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ საქართველომ მიიღო რუსეთის მფარველობა. მართალია ეს ესე პირდაპირ არ ყოფილა ერეკლეს დროს გადაწყვეტილი, მაგრამ 1793 წელს დადებულ ტრაქტატს, რომელსაც ორი სახელმწიფო უნდა დაეკავშირებინა ერთმანეთისკენ, ეს იყო ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს კავშირი, შემდეგ რატომღაც რუსეთის მხრიდან მოჰყვა ამ მუხლების დარღვევა და 1801 წელს საქართველო გამოცხადდა რუსეთის გუბერნიად. ასე რომ ერეკლეს ხსენებას ამ ლექსში, რა თქმა უნდა, მოაქვს ძალიან დიდი წუხილი, რომ ძველი საქართველოს, ასეთი დიდებული საქართველოს ბედი ასე ტრაგიკულად დამთავრდა დამოუკიდებლობის დაკარგვით. აქვე მინდა ისიც გაგახსენოთ, რომ ბეთანის ეკლესია, წეღანაც ვთქვით, არის იმითი გამორჩეული, რომ აქ არის თამარის ფრესკა. თამარის ფრესკა საქართველოში სულ 4 ეკლესიაშია შემორჩენილი. ესე იგი, ეს ერთი არის ბეთანია, მეორე ბერთუბანი, მესამე ყინწვისი და მეოთხე ვარძია. და აქ ბეთანიაში თამარ მეფე გამოსახულია მამამისთან, გიორგი მესამესთან და შვილ ლაშა გიორგისთან ერთად. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფრესკა არის საქართველოს ისტორიისთვის და ამითაც აღსანიშნავი არის ეს ტაძარი. ნახეთ შემდეგ როგორ წერია ლექსში, გზაზე სადაც ცაცხვებია და მუხნარი უმეტესი, არსად ქვეყნად არ მინახავს ადგილები უკეთესი. რატომ არის ეს ადგილები ყველაზე საუკეთესო პოეტისთვის? იმიტომ რომ ეს გზა მიდის ტაძრისაკენ. მე მინდა გავიხსენო ფილმი მონანიება, ბოლო არაჩვეულებრივი ეპიზოდი, როდესაც მოხუცი ქალი, რომლის როლსაც ბერიკო ანჯაფარიძე ასრულებს, ერთ-ერთ გმირს ეკითხება, ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს და როდესაც უარყოფით პასუხს მიიღებს, არაო, ეს გზა არ მიდის ტაძრამდე, მაშინ ეს ქალი ამბობს, რასაჭიროა გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიმიყვანს. და გალაქტიონის სათქმელიც ეს არის, რომ გზა, რომელიც მიდის ტაძრისაკენ, არის ყველაზე საუკეთესო. ეს არის ადამიანის ხსნის გზა, ადამიანის გადარჩენის გზა. და რა თქმა უნდა, ერთი ადამიანის სვლა ტაძრისკენ გულისხმობს, რომ მთელი ერი მიდის ტაძრისკენ. ეს ერთი ადამიანი შეიძლება იყოს ის, რომელიც გადაარჩენს მთელ ქვეყანას. ბიბლიური ამბავი მახსენდება სოდომ გომორის დაქცევისა, როდესაც ანგელოზებმა სთხოვეს ღმერთს, რომ 50 მართალი კაცი თუ აღმოჩნდება, მაშინ მაინც ნუ დააქცევო ამ ქალაქებს და არ აღმოჩნდა 10 კაციც კი. აღმოჩნდა მხოლოდ ერთადერთი კაცი. ასე რომ რწმენას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მთელი ერისთვის და ეს ლექსიც, აი კითხვისაც, სწორედ ამის განცდას გვიღვიძებს, რომ წასვლა ტაძრისკენ, წმენით აღხსება არის მნიშვნელოვანი პიროვნული თავისუფლებისთვისაც და ერის თავისუფლებისთვისაც. ნახეთ როგორ წერია შემდეგ, ადგილები ასე მშვენი ვარდისაგან, იისაგან, სანადირო ადგილები წამყე ბეთანიისაკენ. აი ეს გამეორება წამყე ბეთანიისაკენ, თითქოს ზარივით რეკავს და მიგვიხმობს ტაძრისაკენ. ვარდები და იები ესენი არიან სიცოცხლის, სილამაზის სიმბოლოები და ჩვენ თვალნათლივ წარმოვიდგენთ ამ გზას, რომელიც არის ფერადოვანი, ძალიან ლამაზი და ამავე დროს სურნელოვანი და შეიძლება გაგვახსენდეს კიდევაც თვითონ ტაძარი, რომელიც საკმეულის საოცარი
სურნელით არის გაჟღენთილი და როის ხელს უწყობს ადამიანს სწორედ აი ამ ამაღლებისაკენ. შემდეგ პოეტი წერს, რომ მოდი სადმე უდაბური ვპოვოთ კუთხე ქედმომაღლო, გადმოვხედოთ მაღლი თბილის, მე აქ უნდა დავესახლო. ნახეთ, აქ გამოიყენა ორი ძველი ფორმა, ვპოვოთ და მაღლით. რატომ? მას ხო შეეძლო თქვათ ვიპოვოთ გამოიყენებინა ეს ფორმა ან მაღლიდან გადმოვხედოთ. ალბათ იმიტომ გამოიყენა ეს ფორმები, რომ ძველი ქართულის სიტყვები ვთქვათ, უფრო მეტად ხაზს უსვამენ აი ამ რწმენასა და აი ამ ამაღლებულობას. ჩვეულებრივი სიტყვები თითქოს უფრო გაცვეთილია და საამისოდ თითქოს არ გამოდგება. თანაც ნახეთ, გადმოვხედოთ მაღლით თბილის. ესე იგი, ტაძარში ყოფნა უკვე ნიშნავს გარკვეულ სიმაღლეზე ყოფნას და თბილისი უკვე რჩება ქვემოთ. შეიძლება ფიზიკურად უფრო არა, უფრო სულიერად არის ეს გასააზრებელი, იმიტომ რომ ქვემოთ რჩება ესე იგი თბილისი, რომელიც არის დაკავშირებული ქალაქი საერთოდ ათასგვარ ბოროტებასთან, სფოთთან, ვნებებთან, ბრძოლასთან, ათასნაირ ბრძოლასთან, გაუტავლობასთან და ასე შემდეგ, ყნასთან, წარწმედასთან და ესე იგი მაღლდება სულიერად პოეტი, ლირიკული გმირი და ის მას შეუძლია უკვე მაღლიდან გადმოხედვა. მისთვის ეს ყველაფერი უკვე ძირს არის, იმდენად არის ამაღლებული, სულიერად არის უკვე ასე ვთქვათ, რაღაც სხვა განზომილებაში და მკითხველსაც აქეთკენ მოუწოდებს, რომ აი გადმოვხედოთ მაღლიდან თბილის და განვიცადოთ ჩვენი სულიერი, აი ესეთი სანეტარო მდგომარეობა. რაღაცა თითქოს სულის შორდება სხეულს და ისე განიცდის ამ ყველაფერს. და თანაც როგორი სურვილია, მე აქ უნდა სადმე დავესახლო. ესე იგი, აქ უკვე მძაფრად არის გამოთქმული სურვილი რაღაცა წუთი სოფლისაგან განშორებისა. მე მინდა გაგახსენოთ ერთი ადრინდელი ლექსი, რომელსაც ქვია ჰამლეტის ქნარით, რომელშიც ასეთი სტრიქონები თუ გინდა სულიერი სიმშვიდო მოიპოვო, ოფელიას მიმართავს ლექსის ლირიკული გმირი, წადი მონასტერშიო. ამაო ამთლაც სოფელი, დრტვინვის წუთი სოფელია, წადი მონასტერში ოფელია, ტკბილი ნანა სულს უმღერე, უბედობა, ხაც საჩვენე, დამაშროლი სული გული მონასტერში მოასვენე, მას შორს მტვერი, შორს მიწა, ის ცის უარმყოფელია, წადი მონასტერში ოფელია. იმ ლექსში აი ჰამლეტის ქნარით აქ ძალიან მძაფრად არის ეს სული და თითქოს მოწოდება რომ წადი მონასტერში თუ გინდა სულიერად გადარჩე. აქ ასეთი მძაფრი არ არის წამყე ბეთანიისკენ, აქ უნდა ადამიანის, ესე იგი საკუთარი სურვილით, რაღაცა თანხმობით უნდა მოხდეს, ესე იგი ტაძრისაკენ სვლა და სულიერი ამაღლებისკენ სწრაფვა. აი მთელი ლექსი სწორედ აი ესეთი განწყობილებებით არის სავსე, ულამაზესი რითმებია, ძალიან ესეთი ექსპრესიული რიტმია და მკითხველსაც უჩნდება ასეთი ამაღლებულობის განწყობილება. და რაც უფრო მეტჯერ წაიკითხავ ამ ლექსს, მით მეც აღმოაჩენ და ეს ლექსი წარმოგვიდგება როგორც ერთგვარი სულიერი საზრდო. მე მინდა გირჩიოთ, რომ გალაქტიონის პოეზიაში მოიძიოთ ლექსები, რომლებიც სხვადასხვა ტაძარს ეძღვნება და შემდეგ თქვენთვის შეადგინოთ ანთოლოგია. ანთოლოგია არის რაიმე ნიშნით გაერთიანებული კრებული. ამ შემთხვევაში თქვენს ანთოლოგიაში გაერთიანებული იქნება ტაძრისადმი მიძღვნილი ლექსები და ერთ-ერთ პირველ ადგილზე ალბათ იქნება ეს ლექსი წამყე ბეთანიისაკენ. დღეს ამით დავამთავროთ. გმადლობთ ყურადღებისათვის.